მოგესალმებით საღამომშვიდობის შესრულთა 19 საათი თბილისის დროით და ეთერშია ძალიან უცნაური და საინტერესო ახალი გადაცემა, რომელსაც ჯერჯერობით სახელწოდება არ აქვს, თუმცა იმედი მაქვს მალე იქნება. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი, თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე და სტუდიაში იმყოფება ამ გადაცემის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და მეორე წამყვანი, უბრალოდ პირველი წამყვანი, ბატონი ზურაბ გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი. საღამომშვიდობისა, ეს არის ასე ვთქვათ პირველი ცდა თბილისის ზოოპარკის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია ცხოველების შესახებ. ვნახოთ როგორ იქნება, რას შევძლებთ. დღეს არის ჩვენი სადებიუტო გადაცემა და უკვე დავაანონსეთ, რომ ეს გადაცემა შეეხება ზოოპარკს, ცხოველთა სამყაროს, ასევე ფაუნის სახეობათა მდგომარეობას, გლობალურ პრობლემებს და ასევე ვთხოვეთ ჩვენს ზოოპარკის გულშემატკივრებს, რომ დაგვეხმარონ გადაცემის სახელწოდების შერჩევაში და ვისაც სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, შეუძლია საკუთარი ვერსია მოგვაწოდოს. სხვა შორის უკვე მივიღეთ ძალიან საინტერესო ვერსიები, შემიძლია რამდენიმე მათგანი გამოვყო, მაგალითად ერთ-ერთი არის თბილისელი ველურები, ან ველური თბილისელები. აი ეს უფრო კარგად ჟღერს მიკროფონთან. ასევე იყო ვარიანტი, რომ დაგვერქმია გადაცემისთვის გურიელიძის კლინიკა, გამომდინარე იქიდან, რომ ზოოპარკში ძალიან ბევრი ახალი ცხოველი დაიბადა გასული წლების განმავლობაში. მოკლედ შეგიძლიათ შემოგთავაზოთ თქვენი ვარიანტები, რა თქმა უნდა და იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ მიერ შემოთავაზებულ სახელწოდებას ავარჩევთ გადაცემისთვის, აუცილებლად დაგასაჩუქრებთ და სიურპრიზითაც გაგახარებთ. ძალიან კარგი სიურპრიზები გვაქვს ხოლმე ზოოპარკში. ჩვენი სხვადასხვა ვიქტორინების გამარჯვებულებს ისეთ საჩუქრებს თავაზობთ, როგორებსაც ვერ თავაზობენ სხვები, მაგალითად სპილოს გამოყვებაში მონაწილეობის მიღების შეთავაზება არავის არ შეუძლია ზოოპარკის გარდა. ლომის გამოყვება შესაძლებელი არის ესეც. დღევანდელი გადაცემის, პირველი გადაცემის თემად შევარჩიეთ თემა, რომელიც ძალიან საჭიროა ხოლმე და ბევრს აინტერესებს უამრავ კითხვაზე პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით. პირველი გადაცემის თემა იქნება ზოოპარკის მისია და დანიშნულება და ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ სტუდიაში ჩვენი დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ჟურნალ National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორი ბატონი ლევან ბუთხუზი. მოგესალმებით, ისიც სტუდიაში იმყოფება ჩვენთან ერთად და იღიმის. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნო, ამისთანა სასიამოვნო ადამიანებთან ასეთ საინტერესო თემაზე მონაწილეობის მიღება. კეთილი იყოს ლევან შენი ფეხი ჩვენ გადაცემაში, რამე ვერსიები ხომ არ გაქვს გადაცემის სახელწოდებასთან დაკავშირებით? არა, პრინციპში მე მგონი ეს გურიელიძის კლინიკა საკმარისად კარგია, თუმცა მე მგონი ჯობია რომ დაველოდოთ ისევ ჩვენი რადიო მსმენელი იქნება თუ ზოგადად გულშემატკივარი ზოოპარკის, მე ღია ტენდერების და ღია საჯაროების მომხრე ვარ და აუცილებლად რაღაც ორიგინალური წამოიწევს წინ და მე მგონი უნდა შევარჩიოთ ისევ, რადგან ეს არის აი მართლა ძალიან პოპულარული და სახალხო გადაცემა იქნება დარწმუნებული ვარ, მივცეთ საშუალება რომ მსმენელმა და იმ შემთხვევაში თუ აქვს მსმენელს თავისი ვერსიის დაფიქსირების სურვილი, შეუძლია ამისთვის გამოიყენოს თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდი, ან რადიო MedFM-ის Facebook გვერდი, ან შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 242 103. ამავე ნომერზე დარეკვა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ კი გაქვთ რაიმე კითხვა და გსურთ რომ დაგვეკავშირდეთ პირდაპირ ეთერში. დავიწყოთ? დავიწყოთ. ზოოპარკებზე საუბრის დავიწყოთ. დავიწყოთ რა არის ზოოპარკი და რატო უნდა იყოს ზოოპარკი. ალბათ ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კითხვა, ეს კითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად მოგმართავენ ხოლმე. რატო უნდა არსებობდეს ზოოპარკი და საერთოდ რა არის, რა ფენომენი არის ეს ზოოპარკი. დავიწყოთ იქიდან, რომ ზოოპარკი ეს არ არის, უпростоრად აღარ არის უკვე დიდი ხანია გასართობი დაწესებულება, ეს გახლავთ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომლის ძირითადი საქმიანობაც ეს არის გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენა.
და ასევე სხვა სახეობების მიმართ მზრუნველობის გამოჩენა და სხვადასხვა ტიპის კონსერვაციულ, ანუ გადარჩენის ღონისძიებებში მისი მონაწილეობა. ეს არის ასე ვთქვათ ზოგადად, მაგრამ ახლა რა იგულისხმება ამის უკან, კონსერვაციის უკან და როგორ ხდება ეს ყველაფერი, ალბათ ეს იქნება ჩვენი დღევანდელი თემა. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორ მოხდა ამის ყველაფრის ჩამოყალიბება. თავიდან ზოოპარკები ეს იყო ესეთი უბრალო სანახაობა, რომელშიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც იმყოფებოდნენ საკმაოდ ცუდ პირობებში, ის იყვნენ მოთავსებულები გალიაში, რა თქმა უნდა, არანაირი მათ ესეთი თანამედროვე პირობები არ ჰქონდათ, რაც თანამედროვე პირობებში გულისხმობდა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ესე გრძელდებოდა, საუკუნეების მანძილზე ესე იყო. ამიტომ მათ ზოოპარკებს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, ჯერ კი ანტიკური პერიოდიდან მოდის ზოოპარკების არსებობა და პირველი, ასე ვთქვათ, იყო გერმანელი კარლ ჰაგენბეკი, რომელმაც შექმნა, ასე ვთქვათ, ლანდშაფტური ვოლიერების კონცეფცია, ანუ ცხოველები უნდა ყოფილიყო მათთვის დამახასიათებელ პირობებში. ეს რომელ წელს ხდებოდა? ეს მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს აქაი მე-20 საუკუნის დასაწყისში მანამდე ეს გახდა წელი, რა თქმა უნდა, არ არსებობს ესეთი, რომ ერთ დღეს ესე მოხდა გარდაქმნა, არა, ეს როდესაც მან დაიწყო ეს ჰამბურგთან არსებული ზოოპარკის გარდაქმნა, ამას რა თქმა უნდა გარკვეული დრო დაჭირდა და ეს კონცეფცია სწორედ მაგ ჩამოყალიბდა და საკმაოდ დიდი ხნის დიდი დრო დაჭირდა, რომ მომხდარიყო ამის ტრანსფორმაცია. მაგრამ ეს როლი, რაც დღეს ზოოპარკებს აქვს, ჯერ მაშინაც კი არ ქონდა შეძენილი. ძალიან დიდი დრო დაჭირდა, რომ უკვე ზოოპარკების არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ფუნქციური ტრანსფორმაცია მომხდარიყო. გარდაქმნილიყო ზოოპარკები სანახაობიდან სამეცნიერო დაწესებულებამდე და უფრო მეტის კონსერვაციულ დაწესებულებამდე. სამეცნიერო კომპონენტი გაცილებით უფრო ადრე შევიდა, მაგრამ აი კონსერვაცია უკვე მეორე ესეთი ცნობილი ადამიანს უნდა უმადლოდეთ, ეს გახლავთ ჯერალდ დარელი, რომელმაც შექმნა ესეთი კიდობნის კონცეფცია და ამ კონცეფციის საფუძველზე უნდა ყოფილიყო ზოოპარკები ცხოველებისთვის გადარჩენის შესაძლებლობა. მოდი, ტერმინი კონსერვაცია იქნება უფრო დაწვრილებით ავხსნათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ ცხოველების სახეობათა კონსერვაცია შეიძლება ვიღაცისთვის გაუგებარი იყოს, რას ნიშნავს, რას გულისხმობს კონსერვაცია. საკმაოდ ხშირად კონსერვაცია ძალიან ესეთი ცუდ ასოციაციას იწვევს, რეალურად არაერთ შეკითხვა ყოფილა არა მარტო ზოოპარკის მიმართ, ასევე სხვა კონსერვაციულ ორგანიზაციებთან, კი მაგრამ რას ერჩით ამ ცხოველებს, რატო კონსერვებს. კონსერვაცია ეს ნიშნავს შენარჩუნებას. ანუ გადარჩენას, აქ არანაირი ასე ვთქვათ კონსერვებს არ მომზადებს. კონსერვებს არ მაგრამ უნდა იყოს რომ კონცეპტუალურად მაინც მაქიდან მოდის. კონცეპტუალურად მაქედან. ხო, იმიტომ რომ ანუ ეს უბრალოდ დაემთხვა ორი კონცეფცია ერთმანეთს, მაგრამ კონსერვი არის ის პროდუქტი კი არა რა ვთქვა, ეს კონსერვი, რომელშიც ვინახავთ განუსაზღვრელად დიდი დროის განმავლობაში შეიძლება შეინახო მაგალითად საკვები, ხო? ცხადია რომ ესე იგი თვითონ სიტყვა მაინც დაცვას ნიშნავს თავისი არსით, მაგრამ კონსერვი პირველად რომ გამოიგონეს, ეს სიტყვა იხმარეს და ზუსტად კონსერვაციაც ამ კონცეფციას წამოვიდა ცხადია. რა თქმა უნდა, კონსერვებთან არანაირი კავშირი არ აქვს. უფრო სწორად ცხოველებს არ ვაკონსერვებთ, მხოლოდ კონსერვაციას უკეთებთ. ანუ უკეთებთ, ზრუნავთ კონსერვაციულ ქმედებებს ვახორციელებთ ცხოველების გადარჩენისათვის. ალბათ ესე უფრო სწორი იქნებოდა ჩამოყალიბება, თუმცა ძალიან ბევრი ტერმინებია, რომელსაც ცოტა რთულია ხოლმე ქართულში ისევე გადმოიტანო, როგორც ეს არსებობს, როგორც მიღებულია და შესაბამისად ძალიან ხშირად გვიხდება უბრალოდ იმ ტერმინების შემოტანა პირდაპირ, რომელიც მიღებულია საერთაშორისო კონსერვაციულ საზოგადოებაში და თქვა არსებობთ ამის განვითარებას, განვითარება შეიძლება ცოტა რაღაც უცნაური შედეგებიც მოგვცეს ხოლმე, თუნდაც ამ კონსერვაციასთან დაკავშირებით. და კონსერვაცია რა არის? კონსერვაცია შემდეგ უკვე მეორე ეტაპი, რაც არის კონსერვაცია არის ორ ნაწილად შედგება. ეს გახლავთ, ასე ქვია მას ლათინურად in situ კონსერვაცია და ex situ კონსერვაცია. რა არის ეს in situ კონსერვაცია? In situ კონსერვაცია ეს არის ნებისმიერ არის სცენარი იქნება ცხოველი ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს შენარჩუნება მათ ბუნებრივ პირობებში in situ ბუნებრივ პირობებში ხოლო ex situ ეს ნიშნავს მათი ბუნებრივი პირობების გარეთ აი ზოოპარკი გახლავს სწორედ ex situ კონსერვაციის მიმართულება ანუ ეს არის ასე ვთქვათ მეცნიერულად მიღებული ტერმინი და ზოოპარკები უნდა ემსახურებოდნენ ex situ კონსერვაციას რაც ასევე გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო
ზოოპარკების თანასაზოგადოებების, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები არსებობს ამასთან დაკავშირებით, არსებობს სოფლის ზოოპარკების ასოციაცია, ევროპის აკვარიუმის და ზოოპარკების ასოციაცია, ну ყველა კონტინენტს თავისი ასოციაცია აქვს და მაგრამ არსებობს ასევე კონსერვაციის ზოოპარკების კონსერვაციული სტრატეგია, რას უნდა აკეთებდნენ ზოოპარკები, რომლების ზოოპარკების ასოციაციის სოფლის ასოციაციის, ანუ ვაზა არის სახელწოდება, რა თქვა ეს ინგლისური აბრევიატურა. ანუ ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო, სადაც არის გაშიფრული როგორ რა უნდა გააკეთონ ზოოპარკებმა და რა არის ზოოპარკები და როგორ უნდა იყოს. აი თავიდან როდესაც დავიწყოთ ლაპარაკი, ხო იყო ესეთი დიდი ხნის განმავლობაში ვთქვით, რომ იყო ცხოველები საჩვენებლად, ხო? ეს კატეგორია დღემდე არსებობს ხოლმე საბედნიეროდ უფრო მეტად შენარჩუნებულია ხოლმე როგორც ისტორიული ფენომენი ეს და მე სხვა სახელი აქვს, მას ზოოპარკი არ ქვია, ეს სამხეცე. ანუ სამი კატეგორია არსებობს ესეთი, ეს არის სამხეცეები, რომლებიც იყო და სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, ზოგიერთ ასეთი შედარებით უფრო მიგდებულ ადგილებში, განსაკუთრებით ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეს შეეხება და შემდეგი უკვე ეტაპი ეს გახდა ზოოპარკები. და როდის არის სტატუსი როდის გაგვიყვებს ზოოპარკისას ეს არის როდესაც ცხოველების პირობები არ არის გალიები არ არის მათ შენარჩუნებაში ესენი არიან ვოლიერები ანუ ის ლანდშაფტური ტიპი სადაც ლანდშაფტის რაღაც ფრაგმენტი არის წარმოდგენილი ესეთი და შესაბამისად ასევე ფუნქციური დატვირთვას უნდა ქონდეს მას ჩვენება არ არის პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის დამთვალიერებლების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგრამ რისთვის მოზიდვა იმისათვის რომ მათ მიიღონ ინფორმაცია ცხოველების შესახებ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ზოოპარკებისათვის რომელსაც უნდა ახორციელებდეს ნუ ეს არის ზოოპარკი ამას მე კიდე უფრო ფართოდ შევეხებით უფრო ფართოდ გავშლით ამ თემას და შემდეგი მესამე უკვე რომელიც ყველაზე უფრო მაღალ ასე ვთქვათ სტატუსსაც ან შეიძლება ჩაითვალოს ეს გახადოს კონსერვაციული ცენტრი როდესაც ესეთი ტიპის ორგანიზაცია რომელიც ახორციელებს კონსერვაციას ეკოსისტემის დონეზე, ანუ ზრუნავს უკვე მთლიანად ეკოსისტემის გადარჩენისათვის. თქვა ეს არ არის ხმამაღალი ესეთი ნათქვამი, და ძალიან ბევრი ზოოპარკები ამ მიმართულებით მუშაობენ და შეიძლება ჩამოვთვალოთ, ხო, ესეთი ზოოპარკები, რომელსაც სახელწოდება მათ სახელწოდებაში ზოოპარკი არ ფიგურირებს, გახლავთ მაგალითად ეს ფრანკფურტის ზოოლოგიური საზოგადოება, რომლის დირექტორი დიდი ხნის განმავლობაში იყო ბერნარდ გჟიმეკი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული ახლოსავლეთ აფრიკის გადარჩენა და თქვათ ისეთი ეროვნული პარკების არსებობა, როგორიც არის სერენგეტი, ნგორონგორო და ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილები, ეს ადამიანი ასე ფრანკფურტის ზოოპარკის დირექტორი იყო, ასე ვთქვათ, მეორენაირად რო ვთქვათ. გარდა ამისა, ასევე ჩიკაგოს ზოოლოგიური საზოგადოება, რომელიც ძალიან ინტენსიურად მუშაობს კონსერვაციაში და ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოება. ჩიკაგოს ზოოპარკი გახლავთ ჩიკაგოს ზოოლოგიური საზოგადოება, ხოლო ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოება ეს გახლავთ ლონდონის ზოოპარკი და უიფსნედის ზოოპარკი. ანუ ეს ყველაფერი ზოოპარკებზე არის დაფუძნებული. ანუ მოკლედ რომ შევაჯამოთ ესეთი პირველი ეტაპი, გამოდის რომ ზოოპარკის ძირითადი დანიშნულება არის ცხოველთა სახეობების კონსერვაცია. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხო როდესაც ურთიერთობა გვაქვს საზოგადოებასთან, ჩნდება ხოლმე მათი მხრიდან კითხვა, რომ რატომ არის აუცილებელი რომ ეს ყველაფერი ლევანთან გადავალ, ხო, ამ შეკითხვით ხორციელდებოდეს აუცილებლად ზოოპარკში. და რატომ არ შეიძლება იგივე საქმიანობის განხორციელება ბუნებაში, თავშოთ ნაკრძალებში. რა პასუხი გვაქვს ამ შეკითხვაზე? კითხვა არის ძალიან კომპლექსური და ბევრი პასუხი არსებობს ამაზე თავისი კონკრეტული არგუმენტაციით. თავიდან დავიწყებ იმითი, რომ ყველაფერთან ერთად ზურა მახსენა, რომ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკანონმდებლო ფუნქციას და დღევანდელ პირობებში და საერთოდ არც არასოდეს მე მგონი არ იყო ისე განვითარებული სოფლიო, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს სოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმოგზაუროს და თავისი თვალით ნახოს. ამიტომ საგანმანათლებლო ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანი არის და ზოოპარკი იძლევა საშუალებას თუ ის კარგად არის გამართული თუ ის კონსერვაციული ცენტრის პრეტენზიის არის და თქვათ როგორც ურამბზანა ლანდშაფტური ვოლიერები არის დაგეგმილი კარგად არის ეს ყველაფერი შენარჩუნებული აქ ადამიანებმა მიიღონ განათლება იმისი ინფორმაცია ამა თუ იმ სახეობის შესახებ მიუხედავად თავისი ასაკისა ეს ასე ვთქვათ ერთ-ერთი ფუნქცია ეხლა რო გადავიდეთ იმ კითხვაზე პირდაპირ თქვენ ბრძანეთ რატომ
არ შეიძლება, თავისთავად შესაძლებელია ნაკრძალებიც არსებობს, ეროვნული პარკებიც არსებობს, დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიები არსებობს, მაგრამ აქ შემოდის ერთი მაგრამ, თუ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ბევრი სახეობა სამყაროში არის გადაშენების კრიტიკულ ზღვართან მისული, რაც ნიშნავს, რომ ან მათი დაცვა რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო ეფექტურად ვერ ხდება ამა თუ იმ დაცულ ტერიტორიაზე, ან კიდე იმდენად მცირე არის პოპულაცია, რომ რაც არ უნდა დაიცვას, შესაძლებელია ველურ ბუნებაში ის გადაშენდეს. მაგალითად, როდესაც სტუდენტებთან მაქვს ლაპარაკი, უფრო პატარა სტუდენტებთან შედარებით ნაკლებად, მაგრამ აი საჯარო ლექციებზე მიყვარს ხოლმე ესეთი კითხვის დასმა. რა თქმა უნდა, ეს კითხვა ესეთია პროვოკაციული არის. აი ხო თქვენ დაგისვათ მზია, ალბათ თქვენ გეწოდინებათ პასუხი და სიამოვნებით მეტყვით. სად არის ყველაზე მეტად გავრცელებული უსურის ვეფხვი? რუსეთში. ყველაზე დიდი რაოდენობის უსურის ვეფხვი სად არის? პასუხი. მოდი, ახლა მე უცბად წავედი გეოგრაფიულ პასუხში, მაგრამ მე გამახსენდა რა. ხო, რა თქმა უნდა, პასუხი არის ამაზე, რომ ზოოპარკებში, იმიტომ რომ სამწუხაროდ უსურის ვეფხვი თავის ველურ გარემოში არ დარჩა იმ რაოდენობისა, რა რაოდენობისაც ზოოპარკში არის. ახლა თუ ამ მაგალითს ავიღებთ და გენერალიზებას გავაკეთებთ, არსებობს ძალიან ბევრი სახეობა, რომელიც კრიტიკულად დაბალი პოპულაციის რიცხვით გამოირჩევა, ანუ ძალიან ცოტა არის და შეუძლებელი არის მათი დაცვა დაცულ ტერიტორიებზე. შეუძლებელია იმიტომ, რომ ამას ჯერ ერთი ძალიან დიდი თანხები ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, უფრო გაცილებით უფრო მეტი ვიდრე თქვა ზოოლოგიურ პარკებს ან კიდე კონსერვაციის ცენტრებს და მეორე, ყოველთვის არსებობს ადამიანის ჩარევის ძალიან ცუდი პრეცედენტები, ანუ ბრაკონიერობა განსაკუთრებით იგივე თქვა საარსებო გარემოს შემცირებასთან დაკავშირებით, ხო, ახლა ჩვენ ვიცით, რომ რაც მოსახლეობა იზრდება და მოსახლეობა განუხრელად იზრდება მსოფლიოში, მით უფრო მეტად ვიჭრებით იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ათვისებული არ გვქონდა. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეს ვერც ერთი ქვეყანა ამას ვერ გაექცა. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნები, სადაც ვარსკვლავური სახეობები ყავთ, ანუ ვარსკვლავები გახდნენ მას მერე, რა თქმა უნდა, რაც თითოეულად დარჩა. ხო, იგივე ეხება უსურის ვეფხვს, თუნდაც ბენგალურ ვეფხვს ინდოეთში და ასე შემდეგ. ახლა ინდოეთმა უკვე მილიარდს აჭარბა თქვენ წარმოიდგინეთ ხო რა რაოდენობის მოსახლეობა გინდა თუ არ გინდა ადამიანი შედის ამ გარემოში შეეხება ტყე თქვა გვჭირდება მეტი პლანტაცია გვჭირდება მეტი საკვებისთვის არეალი და ეს რა თქმა უნდა ველურ ბუნებაზე ძალიან ცუდად აისახება სწორედ ზოოპარკები კონსერვაციული ცენტრები ახლა მე როდესაც ვამბობ ხოლმე ზოოპარკებს სურას თქმის არ იყოს გულისხმობ კონსერვაციულ ცენტრებს ანუ იმ ორგანიზაციებს რომლებიც ჩართულები არიან მსოფლიო ქსელში და ზრუნავენ სახეობათა გადარჩენაზე ამიტომ როდესაც ვიხმარ ზოოპარკს, ყოველთვის გულისხმობ გამართულ კონსერვაციულ ცენტრს. სწორედ ზოოპარკები არის ის მე მგონი ყველაზე უფრო ეფექტური და ერთადერთი დასაყრდენი, სადაც შესაძლებელი არის ცხოველების გამრავლება და ასე ვთქვათ, რეზერვის ქონა. იმიტომ რომ თქვენ ძალიან და რას გულისხმობს ეს რეზერვი და ეხლა ცოტა ფანტასტიკური რაღაცას გეტყვით, მაგრამ რეალურად ეს ფანტასტიკა არ არის. ბიოლოგია თავისთავად, ისევე როგორც ყველა საბუნებისმეტყველო მეცნიერება, წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება არა მარტო თეორიული თვალსაზრისით, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც. გუშინ, როდესაც ჩვენ ფიგურალურად გუშინ, როდესაც უყურებდით იურული პარკის პერიოდის ფილმს, მაგალითად, ხო, რომელიც ყველამ კარგად იცის და ეს ფანტასტიკის დონეზე იყო. დღეს უკვე ეს ფანტასტიკის დონე არ არის. გენეტიკა და გენური ინჟინერია ძალიან შორს არის წასული და უკვე შესაძლებელი არის, თქოთ, ლაპარაკი სერიოზულად, სრულიად გადაშენებული ცხოველების უახლოეს წარსულში ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ მინდა მაყურებელ მსმენელმა ფიქრობს რომ დინოზავრებზე მაქვს ლაპარაკი, მაგრამ უახლოეს წარსულში გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მათი თუნდაც თქვათ უჯრედების სადღაც კულტივირებული უჯრედების საშუალებით. ეხლა მე შორს მივდივარ, ცხადიას უფრო იქით გადის, მაგრამ პრინციპი მინდა წარმოიდგინოთ. ანუ არსებობს ტერიტორია, სადაც ცოცხალი ინდივიდები არიან, მათ ვამრავლებთ, ყავს რეზერვი პოპულაციისა და როგორც კი ამა თუ იმ გარემოში, ეკოსისტემაში, სადაც არის დაცული ტერიტორია, მაგალითად, შეიქმნება კარგი პირობები, იწყება შემდეგი ეტაპი, რომელიც კონსერვაციის განუყოფელი ნაწილი არის ბუნებაში მათი აღდგენა. ბუნებაში აღდგენაზე აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენ რამდენიმე წუთში, ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ისევ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერშია გადაცემა, რომლის სახელწოდებას ჯერჯერობით არ ვიცით, გადაცემა, რომელიც ეხება ზოოპარკებს, ცხოველთა სამყაროს, ეკოსისტემას, მოკლედ ყველაფერ კარგს, რაც გარს გვარტყავს ადამიანებს. მე გახლავართ მზია, აქვე არის გადაცემის წამყვანი ზურა და ჩვენი სტუმარი ლევანი. აღარ ჩამოვთვალე რეგალიები გადაცემის ბოლოს, აუცილებლად კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ამ ყველაფერს და კიდევ ერთი საინტერესო ვერსია გადაცემის სახელწოდებასთან დაკავშირებით. მეც ჩამახუტეთ, ასე დაარქვით გადაცემასო, იმიტომ რომ ძირითადად ყველას უნდა ვებხობის და ბოკრების ჩახუტება და შეგვიძლია ეს სახელწოდებაც განვიხილოთ. საუბრობდით ცხოველთა, უბრალოდ ლევანი საუბრობდა იმაზე, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ხდება სახეობის პოპულაციის დაგროვება, უხეშად რომ ვთქვათ, შემდეგ უკვე იწყება ზრუნვა ცხოველების ბუნებაში დაბრუნებაზე. და განვაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი, ანუ რეინტროდუქცია. დავასრულებდი იმ ლოგიკით, რომ არ არის აუცილებელი, არ მინდა მსმენელი შეცდომაში შევიყვანო, არ არის აუცილებელი ყველა სახეობაზე და სამყაროში არ არის აუცილებლობა, რომ ყველა სახეობაზე ასეთი, ასე ვთქვათ, აღდგენითი სამუშაოები ჩატარდეს. ეს ეხება მხოლოდ იმ სახეობებს, რომლებიც ან კრიტიკულად გადაშენების პირას არიან მისულები, ან უკვე საერთოდ გაქრნენ. კონკრეტული მაგალითები არსებობს ამისი, მაგალითად კალიფორნიული კონდორი, არაჩვეულებრივი ცხოველი, ფრინველი, ბიოლოგები ყველა ცხოველს ვეძახით, მაგრამ ფრინველი, რომელიც კარგი ხნის განმავლობაში, ესე იგი მისი პოპულაცია სხვადასხვა მიზეზების გამო, ახლა არ შეგაწყენს თავს ამაზე საუბრისას, თითქმის კი არა სრულიად გაქრა თავისი ბუნებრივი არეალიდან, კალიფორნიაში იყო ძირითადად ქართული დასავლეთ სანაპიროზე შეერთებული შტატების და ცოტა უფრო დიდ ტერიტორიასაც მოიცავდა. აღმოჩნდა, რომ ეგზემპლარები, ინდივიდები იყვნენ მხოლოდ ზოოპარკებში გაბნეული, ძალიან დაიწყო ინტენსიური პროგრამა მათი გამრავლების, სხვადასხვა ზოოპარკებში ძალიან ბევრი ეს ქსელური რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ზოოპარკები კოოპერირებენ, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოდან ბევრი ზოოპარკი იყო და კონსერვაციის ცენტრი ჩართული ამაში, ჯერ მოხდა გამრავლება თვითონ ზოოპარკებში პოპულაციის აწევა, შემდეგ მთელი რიგი ღონისძიებებისა და სხვათა შორის შეცდომებისა და ცდისა და შეცდომების ხარჯზე მოხდა ნელ-ნელა იმ მიზეზების აღმოფხვრა, რამაც გამოიწვია თავისთავად კალიფორნიული კონდორის განადგურება და შემდეგ უკვე იგივე არეალში მათი ნელ-ნელა დაბრუნება და დღესდღეობით უკვე პოპულაციამ საკმარისად მაღლა აიწია. ეს ის შემთხვევა არის, როდესაც სახეობა სრულიად გამქრალი იყო თავის ბუნებრივი გარემოდან. არსებობს სახეობები, რომლებიც ძალიან დაბალი რაოდენობით არიან დარჩენილი, სულ ერთეულ ინდივიდებს ითვლიან. ცხადია, ვერ დაეყრდნობია ამ შემთხვევაში და რაც არ უნდა დაიცვა, შესაძლებელია ელემენტარულად თქვა დაავადება გაანადგუროს დარჩენილი პოპულაცია, ამიტომ საჭირო არის ხოლმე ზუსტად ასევე კარგად მოვლილი, კარგ კონსერვაციულ ცენტრში, კარგად გამრავლებული სახეობების დაბრუნება. ზურა ახლა დამეთანხმება და ალბათ ის უფრო თუ საინტერესოა ეს თემა, ის უფრო კარგად განავრცობს ამას, მაგრამ ერთი შტრიხიც მინდა შემოვიტანო, რომ ყველა სახეობის ესე დაბრუნება მარტივი არ არის. ბუნებაში რაც უფრო მაღალ ორგანიზებული არის სახეობა, მით უფრო რთული არის მისი დაბრუნება და განსაკუთრებით კი მტაცებლებისა. და ამაზე სპეციალური მეთოდიკა არსებობდა, რომელზედაც მე და ზურა ბატონიასონ ბადრიძესთან ერთად ბევრი წლის განმავლობაში მუშაობდით, მსოფლიოში სხვა მსგავსი მეთოდებიც არსებობს, მაგრამ თვითონ პროცესი აი ჰოლისტიკურად მთლიანად რო წარმოიდგინოთ და მასში ნაწილი ზოოპარკებისა არის ძალიან საინტერესო. და ზურამ რომ ბრძანა, რომ ქსელი არსებობს, თქვათ, ევროპული ნებისმიერ კონტინენტს თავისი აქვს, სხვა ეს ძალიან დიდად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მარტო ვიწრო ნაციონალური და ეროვნული, ასე ვთქვათ, პროგრამებით არ შემოვიფარგლებით და იცით, აი მაგალითად თბილისის ზოოპარკი ახლა ძალიან სასიამოვნო არის, რომ ჩართული აი ამ მსოფლიო ქსელში, იმიტომ რომ შენ ფაქტიურად სამყაროში სხვა სახეობების აღდგენის ერთ-ერთი თანამონაწილე ხარ. ანუ შენ უკვე ცდები შენი ადმინისტრაციულ საზღვრებს და ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას იძენ. ცხადია არ გავიწყდება შენი ქართული სახეობებიც, თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ამის მაგალითი გქონდა ჩვენ შარშან ზურა იტყვის ალბათ ამაზე უფრო დაწვრილებით, თბილისის ზოოპარკში ჩამოვიდნენ აფრიკული პინგვინები მივიღეთ საჩუქრად. პინგვინების ჩამოსვლა იყო აი ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ქვია გლობალური ფაუნის შენარჩუნება და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენ მონაწილეობას ვღებულობთ სამხრეთ აფრიკაში პინგვინების შენარჩუნების საკითხში. თითქოს საიდან სად, მაგრამ ახლა და არა მარტო პინგვინების საკითხში მონაწილეობთ, ასევე ჩვენი ერთ-ერთი პროფილი, როგორც ვთქვათ, გასაზრული იქნა თვითონ საერთაშორისო საზოგადოების მიერ, უნდა იყოს სპილოების გამრავლება. შესაბამისად, სპილოების
კონსერვაციაში მონაწილეობთ, თუმცა აზიური სპილოების ამ შემთხვევაში ჯერ აფრიკულ. აი ესეთი თითეული, იცით რა, ნებისმიერ ახლა წარმოიდგინეთ, ხო? ნებისმიერი ისეთი უზარმაზარი ცხოველი, როგორიც არის სპილო, რომელსაც შესაძლებელია რომ ყავდეს ის რაოდენობით სპილოები, რომ რამე რომ მოხდეს ბუნებაში სპილოების აღდგენა შესაძლებელი გახდეს ისე, ხო? ერთი ესეთი ადგილი ალბათ სოფლიოში არ არსებობს, რომ დიდი რაოდენობით სპილოები ყავდეს. ამიტომ ამ სპილოების დანაწილება ხდება სხვადასხვა ზოოპარკებში და შესაბამისად ეს ზოოპარკები ყველა ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები, იქნება სპეციალური მონაცემთა ბაზები, რომელსაც სტატბუქი ქვია, არ ვიცი, ხო, ბევრი ვიმსჯელეთ მაგასთან დაკავშირებით ქართულად რა უნდა ერქვას ამ სტატბუქს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ. და ამ მონაცემთა ბაზაში თბილისის ზოოპარკის ბინადრებიც არიან შესული. კი, რა თქმა უნდა და იცით რომ როდესაც ზოოპარკს აკავს ცხოველი, ხო, ყოველთვის განისაზღვრება მიზანი, რატომ გინდა ესადა ეს ცხოველი და როდესაც თქვა ჩვენ ვითხოვთ ევროპის ზოოპარკებიდან რომელიმე ცხოველი ჩამოდეს, აუცილებლად ისინი დასაბუთებას თქვენ, აი რატო გინდათ გყავდეთ ეს ცხოველი. ეს ერთი რა პირობებია ეს თავისთავად იგულისხმება, მაგრამ აი მიზეზი რა არის, რატო გინდათ მაინც და მაინც ეს ცხოველი რო გყავდეთ. აი ეს უნდა იყოს კარგად ახსნილი, რისთვის გჭირდება რომელიმე ცხოველი. ნუ შესაბამისად ისეთ რა ნებისმიერი ადამიანი დედამიწაზე მოსახლე, ვინც კი ცხოვრობს, ყველა უნდა იყოს აბსოლუტურად მონაწილე მთელი მსოფლიოს გადარჩენაში, ასე ვთქვათ. ეს არის ძირითადი კონცეფცია. ოდნავ გაუსწრებ მოვლენებს ამ კითხვის დასმა, ოდნავ მოგვიანებით მინდოდა, მაგრამ ახლა დავსვამ ესეთ კრიტიკული ადამიანის თვალით რომ შევხედოთ ჩვენ საუბარს, ზურამ აღნიშნა, რომ თბილისის ზოოპარკი მონაწილეობს აფრიკული პინგვინების გადარჩენაში, მონაწილეობს ინდური სპილოების გადარჩენაში და ჩვენი საქართველოს სახეობების გადარჩენისთვის რას აკეთებს ზოოპარკიო აფრიკულ პინგვინებს რომ ამრავლებთო? ხო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ისეთი სწორი კითხვა იქნება, მაგრამ ამასაც რა თქმა უნდა ძირითადი როლი ეს ადგილობრივი ფაუნის შენარჩუნებისთვის არის. თუ ჩვენ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა არ მიიღეს ამაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარედან ამის შენარჩუნება ვერ მოხერხდება. ამიტომ ჩვენ გვაქვს ესეთი პროექტები, ეს არის გახლავთ ნიამორის აღდგენა, როდესაც ჩვენ ჩამოვიყვანეთ ნიამორები და შესაბამისად შაშა ნამატი ქონდა და წელსაც ველოდებით უკვე ნამატ ირემი, კავკასიური ირემი, რომელიც გადაშენების პირას არის კავკასიაში და სხვათა შორის საკმაოდ ერთი უცნაური ფაქტია, როდესაც ირემი სადმე გადაშენების პირას არის, ჩვენ მოვახერხეთ ეს, რომ კავკასიაში ირემი გადაშენების პირას ყოფის სახეობა, აი ველოდებით ნაშიერს, ხო? აი ესე იხება და რასთავარია მთავარი სიახლე, რომელიც მალე ალბათ უკვე თბილისის ზოოპარკში იქნება, ეს გახლავთ წინააზიური ლეოპარდის, ანუ ჯიქის აღდგენა და ჩვენ ველოდებით საფრანგეთიდან უკვე ჯიქების ჩამოსახა. ჯიქის ჯერ ბუნებაში დაბრუნებაზე ლაპარაკი ძალიან შორს არის. ჯერ აქ უნდა შევქმნათ, ხო, ესეთი რესურსი, წყარო, საიდანაც შესაძლებელი იქნება შემდეგ უკვე ნახოთ მათი დაბრუნება ბუნებაში, საქართველოში, ირანში, თურქეთში თუ სად, მაგას უკვე პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, თავარი არსებობდეს ის ადგილი, საიდანაც ამის დაბრუნება შესაძლებელი იქნება. აი ეს კონცეფცია რომ ყოფილიყო ადრე შემუშავება აიროთარელამდე, მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიკარგა ძალიან საინტერესო სახეობა, ეს გახდათ ჩანთოსანი მგელი. ან ტასმანიური ვეფხვი, ესეთი სახელწოდებით, რომლის სურათი გადაღებული არის, ვიდეოც არის გადაღებული ერთ-ერთ ზოოპარკში და ის გამქრალია საბჭოხაროდ ბუნებაში აღარ არსებობს. კიდევ შეგვიძლია ჩამოთვალოთ სახეობები, რომლებიც მე-20 საუკუნე ავიღოთ, მე-20 საუკუნის განმავლობაში გადაშენდნენ ამა თუ იმ მიზეზის გამო, თუნდაც იმის გამო, რომ არ მოხდა მათი დროულად ამოღება ბუნებიდან და გამრავლებაში. კი, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მე-20 საუკუნეში ძალიან ბევრი სახეობა გადაშენდა, თან გადაშენდა ისეთ ქვეყნებში, რომელშიც შესაძლებელია, რომ ეს არ გადაშენებულიყო. ხედველობაში მაქვს ერთ-ერთი ესპანეთი, სადაც ერთ-ერთი ასე ვთქვათ გარეული თხა, რომელიც ესპანეთში პირენეის თემში გაშენებული იყო, უბრალოდ გადაშენებული იქნა თვალსა და ხელშუა, ეს სწრაფად მოხდა. მიზეზი რა იყო? გადაშენება, ნუ არასაკმარისი ვთქვათ კონსერვაციული საქმიანობა. და აი ყველაზე ტრაგიკული მაგალითი რაც იყო, ეს გახდათ ესეთი მდინარე იანძის დელფინი, მდინარე იანძი, სადაც ეს ბაიჯი ქვია, ეს გახლავთ 3 მეტრის სიგრძის ბრმა ცხოველი, რადგანაც იანზე არის მღვრიე წყალი, შესაბამისად მას ხედველობა არ ჭირდებოდა, ამიტომ მას თვალები ცუდად აქვს განვითარებული, თითქმის ბრმა არის და ნუ რა თქმა უნდა, როგორც დელფინები, მათი ძირითადი სამაზრო, სწორედ ეხოლოკაცია არის. ახლა მოგეხსენებათ იანძი, ხო, სადაც დედამიწის მოსახლეობის რამის 1/4 სწორედ ამ მდინარის ნაპირებზე არის დასახლებული, ხო? ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო დასახლებული ქვეყანაა და სწორედ აქ არ იყო შენარჩუნებული პირობები, რომ ეს დელფინი გადარჩენილიყო მდინარეში.
და ამიტომ იყო შემოთავაზება ესეთი, რომ თქვა, მთელი პოპულაცია დაჭერილი ყოფილიყო, გადაყვანილი ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რომელიც ითვლება ამ საკითხის პიონერად და ძალიან კარგად არის განვითარებული არის ზოოპარკებით, განსაკუთრებით, ამხრივ ბრიტანული ზოოპარკები ყველაზე მაღალი კატეგორიის ზოოპარკებია. და შემდეგ გაემრავლებინა და შემდეგ უკვე შემდეგ სად დაბრუნდებოდა, თქვათ, მდინარე იანძიზე ყოფილიყო შექმნილი დაცული ტერიტორია რომელიმე კატეგორიის და იქ დაებრუნებინათ. აი, ძალიან ბევრი მოწინააღმდეგეები იყვნენ ამ თეორიის და სანამ ეს მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ იმას, რომ აი რო დაიღუპოს, იქ რო გადავიყვანთ, არის რისკები, ცხოველი მთლიანად განადგურდა. ანუ რაღაცა მომენტში ეს რისკი საჭირო იქნებოდა და ზოოპარკები სწორედ თანახმანი იყო დაზისτη კონსერვატორი როგორც ბრიტანული ზოოპარკები, ისინიც კი თანახმანი იყვნენ, რომ თავის თავზე მიიღოთ ეს რისკი, გადაეყვანათ ინგლისში, გადაერჩინათ ეს ცხოველები, გაემრავლებინათ, ყოველ შემთხვევაში ეხლა იქნებოდა ადგილი, სადაც ეს ცხოველები იქნებოდნენ. ადამიანს შეიძლება ენახა მაინც ეს ცხოველი. სამწუხაროდ ეს ცხოველი დაიკარგა. ეს მოხდა 2006 წელს. დაახლოებით 9 წლის წინ. ეს არის ყველაზე უფრო ახალი, ასე ვთქვათ, ბოლო გადაშენება. ანუ შესაბამისად გადაშენება შეიძლება ასევე გაგრძელდეს თუ მეტი ყურადღებით არ მოვეყარით. აი, სწორედ ეს არის, აი, როდესაც ზოოპარკების როლის დაკნინება ხდება, აი ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება ხელი შეუშალოს რომელიმე ცხოველის, რომელიმე სახეობის გადარჩენას. და კიდევ ესე ძალიან საინტერესო შეკითხვები მოდის ხოლმე ხშირად, რომ კი, მაგრამ გასაგებია თქვათ ის ცხოველები, რომლებსაც ესეთი გადარჩენა ჭირდება. მაგრამ ახლა არსებობს სხვა ცხოველები, ხო, რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაინც გყავს ზოოპარკებში. ხო, აი, რაში გჭირდებათ ის ცხოველები? ჯერ ერთი ნებისმიერი სახეობა შეიძლება აღმოჩნდეს გადაშენების პირას, ამიტომ ეს არის წინასწარ წინ გადადგმული ნაბიჯები. აი მაგალითად, გარდა ამისა, რა ვიყოთ, საჭირო ნებისმიერ აქტივობას სჭირდება რაღაცა გარკვეული შემოსავალი, ხო? თანხა, რომლითაც ჩატარდება გარკვეული კონსერვაციული ნებისმიერი საკითხი, რაც არ უნდა იყოს, იქ დაცული ტერიტორიის შექმნა იქნება თუ რაც იქნება, საკმაოდ ძვირადღირებული არის. კონსერვაცია საკმაოდ ძვირადღირებული საკითხია, ამიტომ ერთ-ერთი წყარო სწორედ ესეთი თანხის მოზიდვის გახლავთ ეგრეთ წოდებული კომერციული ცხოველები. ანუ ეს ცხოველები ჩვენ ზოოპარკში ლომი მაგალითად ეხლა ლომი ისეთი ხო თეთრი ვეფხვი ლომი შეიძლება თქვა ძალიან კარგი მაგალითი არ იყოს იმიტომ რომ თქვა არსებობს ეხლა აზიურ ლომს არ ეხება ეს იმიტომ რომ ისედაც იშვიათი სახეობა არის მაგრამ თითქოს აფრიკული ლომი ყველა ზოოპარკში არის საკმარისად კარგად მრავლდება და ნუ შეიძლება ადამიანმა დასვას კითხვა რომ ნუ აი რა საჭიროა მისი ყოლა როგორც ზურა ამბობს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ცხოველი რომელიც ადამიანებს არ ბეზრდებათ მასზე ბიოლოგიური თვალსაზრისით მასზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არანაირად არ არის რომელიმე ტრიტონი მაგალითად მაგრამ მერწმუნეთ ტრიტონის სანახავად ზოოპარკში შეიძლება არავინ არ მოვიდეს და ფული არ გადაიხადოს ხო ეს კომერციული მხარე არის როდესაც ლაპარაკი არის როდესაც შენ ყავს ლომი ან კიდევ თქვა თეთრი ვეფხვი რა თქმა უნდა ამას კომერციული დატვირთვა აქვს და დამატებითი ჟირაფი ხო რა თქმა უნდა და ზოოპარკები ვერ იტყვიან უარს ასეთ ვარსკვლავურ სახეობებზე კომერციულ სახეობებზე რომელიც პუბლიკას საზოგადოებას განათლების თვალსაზრისითაც ბავშვებს ძალიან იზიდავს ისინი არიან ეგრეთ წოდებული პეისმეიკერები ანუ ტალღის მცემები და დამატებითი თანხების მიღების საშუალება იმისათვის რომ ზურას თქმის არ იყოს ამ დამატებითმა თანხებმა ის ტრიტონები გადაარჩინონ ის ბაყაყები გადაარჩინონ ის თუნდაც თქვა გარეული თხა ნიამორი გადაარჩინონ რომელიც თვითონ ვერ მოიზიდავდა ეს ჩვეულებრივი მარკეტინგის ამბავი არის და ამაზე პასუხი სწორედ ეს არის ანუ მართალია ძირითადად სვამენ ხოლმე ჩვენი ზოოპარკის მეგობრები თუ მტრები ამ შეკითხვას რომ აი რატომ თუ კი თქვენ ზრუნავთ სახეობების გადარჩენაზე მაშინ რატომ ყავთ ზოოპარკში ისეთი სახეობები რომლებიც არ არიან გადაშენების პირას ან რომლებიც არიან დაუშვათ არა წყვილში არამედ მარტო ცხოვრობენ დაუშვათ ზოოპარკში ყავს ცხოველები რომლებიც დაუშვათ მარტორქა არის რომელიც ერთი მდედრია მხოლოდ არის ტაპირი რომელიც ერთია მამრი და შესაბამისად გამრავლების შესაძლებლობა უახლოეს მომავალში ბუნებრივი არ აქვს. ამ შემთხვევაში ზურა რა ხდება? ანუ როდესაც ზოოპარკში არის მხოლოდ ერთი ინდივიდი. ზოგ შემთხვევაში, იცით, ზოგ შემთხვევაში ერთი ინდივიდი არის იმიტომ, რომ უბრალოდ მათი ცხოველი რომელიც მარტო ცხოვრობს, მაგალითად, ასევე ერთი გვყავს ჩვენ სერვალი. და ერთი გვყავს და ალბათ ერთის გვეყოლება, იმიტომ რომ ეს სერვალი არის ცხოველი, რომელიც
სხვასთან ერთად ვერ იცხოვრებს. ადამიანური თვალსაზრისით რა თქმა უნდა, ადამიანები როგორც წესი ადამიანურად აფასებენ ხოლმე ცხოველებსაც და ხშირად წერენ, რომ აი საცოდავი სერვალი განმარტოებული ზის და მოწყენილია. სერვალი განმარტოებული იქნება ყველა შემთხვევაში გარდა გამრავლების პერიოდისა, როდესაც ცოტა ხნით შეიძლება საპირისპირო სქესის მეორე სერვალთან შეუშვა, მაგრამ მალევე უნდა დააშორო. იმიტომ რომ ეს არის სოლიდარული ცხოველი, ანუ მარტო ცხოვრების ცხოველი. ბუნებაში ის ცხოვრობს მარტო. ამ პრობლემას მოგვიანებით დაუბრუნდებით, ზურაბ სმენელი რეკავს ახლა ჩვენს ეთერში და ალბათ შეკითხვა აქვს, ანუ უბრალოდ მოგესალმება ღიმილით. საღამო მშვიდობის მოგესალმებით. გესმით ჩვენი ხმა? სამწუხაროდ არ ისმის, იმედია გადმორეკავს ჩვენი სვანელი, ჩვენ განვაგრძობთ. ანუ ეულ სერვალზე ვსაუბრობთ. ხო, ეს ერთი მხარე რატო არის ცხოველი მარტო, ხო? სერვალის შემთხვევაში ეს მარტო, ეს იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა და გვეჩვენებინა ეს ცხოველი, როგორ გამოიყურება სერვალი. მარია ცხოველები, რომლებსაც სხვანაირი ტიპის დახმარება ჭირდება, არა უშუალოდ გამრავლება. აი სერვალის გაცნობისთვის არის საჭირო, ხო, რომ კარგად წარმოვიდგინოს საერთოდ მრავალფეროვნება რა არის და ქვეყანაზე ვინ ცხოვრობს, რა ცხოვრობს, რას წარმოადგენს. ესეთ შემთხვევაში ჩვენ არ გავამრავლეთ მას, რადგანაც შემდეგ პრობლემა დადგება, სად წავიყვანოთ, როგორ წავიყვანოთ სხვა ზოოპარკებში, რომელიმაც ადგილი არ უნდა დაიკავოს იმ ცხოველის, რომელსაც გამრავლება ჭირდება, ხო? აი, რაც შეეხება მარტორქას, თეთრი მარტორქა, მარტორქის ყველა სახეობა აბსოლუტურად საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია. ყველას გაქრობა ემუქრება, ერთადერთი ძირითადი მიზეზის გამო ეს გახლავთ მათი რქა, რომელიც შავ ბაზარზე რაღაც საოცარი ფასებია და ყოველწლიურად აღმოაჩენენ ხოლმე ახალ დაავადებას, რომელსაც ეს მარტორქის რქა კურნავს, სინამდვილეში მას არანაირი სამკურნალო ღირებულება არ გააჩნია. მაგრამ მიუხედავად ამისა, დღესდღეობით მაგალითად აზიის შავ ბაზარზე 1 კილოგრამი მარტორქის რქა ღირს $70,000. ამ თემას ალბათ ჩვენ ერთი გადაცემა ცალკე უნდა დავუთმოთ, თუ რა მიზეზებით ხდება ბრაკონიერობა და რატომ უქმნის შემდეგ ეს საფრთხეს თვითონ სახეობების არსებობას. ხო, მაგრამ დაუბრუნდეთ რატო ყავს მარტორქა. ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ არ აქვს განზრახული, რომ მარტორქა ყავდეს მარტო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მარტორქა ძალიან იშვიათი სახეობა, უბრალოდ მორჩილად ველოდებით, როდის გვექნება შესაძლებელი, რომ ჩამოვიყვანოთ აი რა პროცედურას გულისხმობს ცხოველის მოთხოვნა, დაუშვათ ვეძებთ მეწყვილეს მარტორქასთვის. რა პროცედურები უნდა გაიაროს ზოოპარკმა, რომ მიიღოს ეს ცხოველი, იმიტომ რომ როგორც წესი ბუნებიდან არ ხდება ზოოპარკებში ცხოველის. რა თქმა უნდა, ბუნებიდან არ ხდება, განსაკუთრებით ისეთი ცხოველის, როგორიც მარტორქა არის, ამიტომ ჩვენ მივმართავთ EASA-ს შესაბამის ჯგუფს, რომელიც მარტორქებით არიან დაკავებული. EASA-ს არის ევროპის აკვარიუმის და ზოოპარკების ასოციაცია, რომელსაც ასევე შიგნით ყავს ESB-ები და EEB-ები, ანუ სხვადასხვა პატარ-პატარა დაჯგუფებები, ასე ვთქვათ, რომლებიც დაკავებული არიან სწორედ მაგით. აი მარტორქების ჯგუფს უნდა მივმართოთ და ჩვენ როცა მზად ვიქნებით, ვოლერი მზად გვექნება და შესაბამისად ისინი გამოძებნიან მარტორქას. ჩვენ ამ შემთხვევაში მარტივად მამრი გვჭირდება, მდედრი გაცილებით რთული საშოვნელია. მე ახლა მდედრი გაცილებით უფრო ფასობს კიდევაც, იმიტომ რომ თქვა მდედრი არის ის, რომელიც ნაყოფს იძლევა. და შესაბამისად მამრი საბოლოოს და ბოლოს შესაძლებელი, ასე ვთქვათ, ხელოვნური განაყოფიერებითაც მიიღო გამრავლება. აი გურიელიძის კლინიკა რა მნიშვნელოვანი სახელი არის. ხო, არა, ჩვენ სხვათაშორის ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით ხელოვნური გამრავლებაზე, თუმცა ახლა უახლოეს მომავალში შეიძლება ეს არ მოხდეს, მაგრამ იდეაში გვაქვს ეგეთი. და ამ შემთხვევაში ალბათ ისეთი დეტალების გასათვალისწინებელი, რომ დავუშვათ ასაკით უნდა შეესაბამებოდეს, ხო? საცოლე ან საქმრო. ხო, ასე, ჩვენი მარტორქა არის ძალიან ახალგაზრდა, ახლა შედის, ასე ვთქვათ, ქალიშვილობის პერიოდში. და ნუ ჯერჯერობით მეგობრები ყავს. კი, ხალიშვილია საკითხვა. ალბათ არ იქნებოდა კარგი. იქნებოდა კარგი რომ არ იყოს, მაგრამ საკითხავთ ახლა ჯერჯერობით ხალიშვილია. მაგრამ ყავს ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც დაქალები, ასე ვთქვათ, რომ ყველაფერი გავდო, აი მე ვატყობ, რომ თბილისის ზოოპარკი ქალიშვილობის ინსტიტუტს ართმევს მარტორქებს. ხო, რა ვიცი, ვეცდებით ყველანაირად თუ წავართვათ. კარგი, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, უпростоრად ლევანმა ახსენა სახეობა, რომელიც შენებას გადაურჩა სწორედ ზოოპარკების დამსახურებით. ეს იყო კონდორი, კალიფორნიული კონდორი. კიდევ თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ მსგავსი მაგალითები სახეობებისა, რომლებიც მხოლოდ ზოოპარკის დამსახურებით გადაურჩა გადაშენებას. ძალიან ბევრი სხვადასხვა წვრილი ცხოველები თუ შეიძლება ასე ითქვა, ზომი წრულზე ვამბობ, ბევრი ამფიბია, ტანზანიური ამფიბიები ყავს გადაულობაში და ბევრი სხვა სახეობის აღდგენა მოხდა. ასეთი
დიდი პროგრამების განხორციელება მსხვილ ცხოველებზე ძალიან რთულია, თუ ლაპარაკია განსაკუთრებით ძუძუმწოვრებზე, როგორც ზურამ თქვა და სრულიად ვეთანხმები. ძუძუმწოვრების აღდგენის შემთხვევაში ბევრ პრობლემას ვაწყდებით. წარმატებით განხორციელებული არის რამდენიმე ამფიბიის, რამდენიმე ქვეწარმავლის, ფრინველების, ასე ეს რა ქვია. მსხვილი ძუძუმწოვრებისა თეთრი ორიქსი ეს მაგალითად საკონცერტი ძალიან წარმატებული პროექტი არის. ანუ მე იმის თქმა მინდა, უკაცრავად მე იმის თქმა მინდა, რომ მტაცებლებზე თუ არის ლაპარაკი, ეს ცოტა რთული არის და არ მახსენდება კონკრეტული მაგალითი, როდესაც სრულიად გადაშენებული სახეობა გლობალური თვალსაზრისით აღდგენილი იყო, მაგრამ ბევრი ისეთი სახეობა აღდგა, მაგალითად მექსიკური მგელი იქნებოდა თუ ვთქვათ იქ სხვა სახეობები, რომელთა პოპულაცია ძალიან დაბალი იყო ველურ ბუნებაში, მაგრამ იმით რა ქვია, გამრავლების ცენტრებიდან შეყვანილმა ინდივიდებმა პოპულაციის აწევას შეუწყეს ხელი. ანუ ეს პროცესი პრინციპში მე-20 საუკუნის ბოლოსკენ დაიწყო და 21 საუკუნეში უფრო ესეთი ინერცია აკრიფა. კონკრეტული ძალიან წარმატებული მაგალითები გვაქვს და საქმე ჯერ კიდევ წინ არის. და სანამ საქმე წინ არის, ბოდიში გაწყობინებს, ზურა რეკლამის დროა, რეკლამაზე უნდა გავიდეთ და დავბრუნდებით რამდენიმე წუთში. ჩვენ დავბრუნდით ისევ და ისევ ეთერშია ჩვენი უსახელო გადაცემა ცხოველების შესახებ, ჯერჯერობით უსახელო, მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად არაჩვეულებრივ სახელწოდებას მოვუფიქრებთ ამ გადაცემას. სულ რაღაც 15 წუთი გრჩება გადაცემის დასრულებამდე, პრინციპში არ არის დიდი დრო, იმიტომ რომ სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენ საბედნიეროდ ეს არ იქნება ჩვენი პირველი და უკანასკნელი გადაცემა. ყოველ ხუთშაბათს შეგიძლიათ უსმინოთ ჩვენს შესანიშნავ გადაცემას 19 საათსა და 00 წუთზე და ვეცდებით რომ საინტერესო თემები, ცხოველებთან დაკავშირებული თემები გადავანაწილოთ და კვირაში ერთხელ დავატკბოთ თქვენი ყურთასმენა და იმედი მაქვს თქვენს ჩვენი ერთგული მეგობრები იქნებით და თუ კითხვები გექნებათ, დარეკავთ ტელეფონის ნომერზე 242 100 და 3. საუბრობდით ძალიან საინტერესო თემაზე, ზოოპარკების დამსახურებით გადარჩენილ სახეობებზე. და ნუ აქ მარტო მაგალითად გამოგვადგება თუნდაც დარელის ცენტრის მიერ გადარჩენილი სახეობების ჩამონათვალი, რომელიც ალბათ ძალიან დიდ დროს აგვართავს უყველას ჩამოთვალოთ, ალბათ პირველი რაც ეს არის ვარდისფერი მტრედი, კუნძულ მავრიკიაზე, რომელსაც საერთოდ გადაშიდა და მხოლოდ ზოოპარკებში იყო დარჩენილი და მათ აღადგინეს დღეს-დღე ჩვეულებრივი ფრინველი ეს მავრიკიაზე. ისევ გახლავთ ეს შევარდენი, ისევ მავრიკიული შევარდენი, ძალიან ბევრი სახეობები, რომლებსაც თუნდაც ამ ერთი ორგანიზაციის მიერ არის გადარჩენილი. მაგრამ ესე იგი კონსერვაცია და გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ამაში არ გამოიხატება. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის დამოკიდებულების, როგორ ვთქვა, კორექცია რომელიმე ცხოველის მიმართ რა. აი მაგალითად ყოველთვის ხშირად მომყავს ხოლმე ესეთი მაგალითი, რომ ვინ არის ყველაზე უფრო მე ვიცი რომ შენთვის ესე არ არის პირიქით, ალბათ არის ყველაზე საზღარი ცხოველი დედამიწის ზურგზე. სტანდარტული პასუხი არის რომ თუ რამე არის, თუ რამე მყრალია, აფთარია, ვიგენია ვიზია. ხო და აი, როდესაც ჩვენ გვყავს აფთრები, ხო, გვყავს ზოლებიანი აფთარი და გვყავს ხალებიანი აფთრები. რომ ზოლებიანი აფთარი შედარებით უფრო ნაკლებად კონტაქტურები არიან, ხალებიანი აფთრები ძალიან კონტაქტურები არიან და აბსოლუტურად არ შეესაბამებიან იმ წარმოდგენას, რა წარმოდგენაც ხალხში არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ აფთარი ეს საზისღარი, უშნო, რაღაცა ძალიან ბავშვებს იტაცებს, რაღაც სახლიდან რაღაცა მიცვალებულებს თხრის იქიდან და მე არ ვიცი რას ითხოვს მე ამ მიცვალებულების. ზუსტად ამას ვარჩევდით ჩვენი Facebook გვერდზე, ფუფეს მძორი ჭამიას აძაგერი. ნუ მძორი ჭამია ეს არის ძალიან დიდი ფუნქცია და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ამ ცხოველის დიდი წვლილი დედამიწის გადარჩენისათვის, მისი მძორი ჭამიობა. მაგრამ თვითონ ეს ცხოველი გახლავთ ძალიან საინტერესო. ძალიან ალერსიანი, აი, როდესაც მე ვეთამაშები ხოლმე ხალებიან აფთრებს, პირველი რეაქცია რაც არის დამთვალიერებლების და მათ არ ჯერავთ, რომ ესენი აფთრები არიან. აბსოლუტურად არ ჯერავთ, მე თან ვაჩვენებ ხოლმე ვცილო, რა, კბილები თანამ დროს კარგად ხედავენ, რომ თქვა შესაძლებელი ისეთი საზისღარი ცხოველი, როგორიც აფთარია, თქვა იგივე ესე სახიფათო ადგილას, როგორიც პირი აქვს და დიდი კბილები და მისი ყბები ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერია დედამიწის ზურგზე, უფრო სწორად ხოლმე ნიანგს თუ ჩამორჩება კბილების სიძლიერე არის მთელ პლანეტაზე. და ამ დროს ესენი აი როგორც პატარა ლეკვები, ისე მეალერსებიან და მეთამაშებიან, აი ყოველთვის რაღაც გარკვეულ შოკს განიცდიან ხოლმე დამთვალიერებლები, ანუ რამდენად მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ. იგივეა მგლებთან დაკავშირებით. აი მაგ ვოლიერში შესასვლელი ვარ მე.
კი აუცილებლად ხო, მაგრამ არც ისე უხიფათოა შესვლა. ნებისმიერ ცხოველთან შესვლა შესაძლებელია თუ რაღაც გარკვეული წესები იქნება დაცული. რასაც ვაკეთებთ ხოლმე, ხო? აი მგლები კიდევ ერთი რომელიც ყველაზე დევნილი ცხოველია ალბათ დედამიწაზე. ყველა ადამიანი პირველ რიგში ცხოველებიდან დევნის მგელს. ძალიან ბევრი მიზეზები არის საშინელი გმირი, რომელიც ჭამს წითელ ქუდებს. კი, წითელ ქუდებს, ციკნებს, გოჭებს, ციკნებს და გოჭებს მართლა ჭამს. ხა წითელ ქუდები ნაკლებად ის არის, მოსალოდნელი არის ხოლმე, რომ შეჭამ, ყოველ შემთხვევაში ჯობია რომ წითელი ქუდი ტყეში არ იარო, თუნდაც იმიტომ რომ შორიდან ჩანს და ცხოველებს ვერ დაინახავ ამ ასეთ შემთხვევაში. აი მგელთანაც დაკავშირებით, როდესაც მაგალითად ეს ჩვენი მგლები რო გახარებულები მორბიან, წმუტუნით, რაღაც ზოგს რაღაცა საჩუქარი მოაქვს, ეს ყოველთვის გაკვირვებას იწევს. აი სწორედ ეს არის, ანუ ზოოპარკების ფუნქცია რომ დაანახოს ადამიანს, რომ ეს ცხოველები ბოროტმოქმედები არ არიან. მგელი კლავს, იმიტომ რომ მას შია. ერთადერთი ვინც გართობის მიზნით კლავს ადამიანია მხოლოდ და მხოლოდ. არც ერთი ცხოველი გართობის მიზნით არ კლავს. კლავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მას საკვები მოიპოვოს და ეს სულაც არ არის ბოროტმოქმედება. ანუ ასე შეიძლება რომ ბოროტმოქმედად გამოვაცხადოთ მაგალითად ადამიანი რომელმაც შეჭამა ქათამი მაგალითად. გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, სახეობები, რომლებიც უკვე აღარ არსებობენ და რომლებიც ახლა არიან გადაშენების პირას. ძალიან ხშირად ამ თემასთან დაკავშირებით ასევე არსებობს ხოლმე კრიტიკული არგუმენტი, რომ გადაშენდნენ დაე იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი, ასე ამბობენ ხოლმე, როგორც დაუშვათ გადაშენდნენ დინოზავრები და ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ვერ გავექცევით მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა. რა შეგვიძლია მოვიყვანოთ აი ამის საპირწონედ, ანუ გადაშენდნენ დაე, რადგან ეს არის ბუნებრივი პროცესი, თუ მაინც ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ სახეობების გადარჩენას. იცით, საერთოდ გაკვირვებას იწვევს ხოლმე საკითხის ასე დაყენება, რას ნიშნავს ბუნებრივად გადაშენდნენ, ხო? მაგ პრინციპით ადამიანმა თუ დაუშვათ, რომ ადამიანმა გამოიწვია, თქვათ, კლიმატის ცვლილება მისი ინდუსტრიული განვითარების შედეგად, ნუ გადაშენდეს ადამიანიც, ხო? ანუ ეს ბუნებრივი პროცესი არ არის, ეს ბუნებრივი პროცესი. კლიმატის ცვლილება თუ ის არსებობს და მე მჭამს, რომ ის არსებობს, გამოწვეული ადამიანის მიერ, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ დედამიწას, არ არის ბუნებრივი პროცესი. ცხადია, დინოზავრებზე თუ არის ლაპარაკი, მათი გადაშენება კატაკლიზმის შედეგი იყო, რომელიც ბუნებრივი პროცესი არის. აქ ვერაფერს ვერ გახდები, იმიტომ რომ დროის ესე იგი ძალიან მოკლე ფაზაში მოხდა ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც მერე ჯაჭვური რეაქციით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხადია არაერთ დღეში გამოიწვია დინოზავრების გადაშენება. ამას ჩვენ ვერაფერს ვერ უზავთ, მაგრამ როდესაც შენ ხარ პასუხისმგებელი homo sapiens, ანუ მორალური ადამიანი, გონიერი ადამიანი, შენი ქმედების შედეგად ღარიბდება შენი შვილისა და თუნდაც შენი ძალიან ეგოისტური კუთხით გარემო და არა მარტო ღარიბდება ესთეტური თვალსაზრისით და არა მარტო ღარიბდება მორალური თვალსაზრისით, რომ ის აღარ არსებობს, არამედ პრაქტიკული და პრაგმატული თვალსაზრისითაც კი და პოტენციალს ვანადგურებთ. ის ზუსტად იმ პოტენციალს, რომელიც შეიძლება ჩვენთვის გამოსაყენებელი და ჩვენი შვილებისთვის გამოსაყენებელი იყოს, აქ უკვე შემოდის ძალიან ძლავრი მორალური არგუმენტი. რას ნიშნავს ახლა დაე განადგურდეს? დაე შენი განადგურდეს და ჩემსაც ნუ ანადგურებ ესეთი ძალიან უხეში ემითი რომ ვუპასუხო ასეთ ადამიანებს. როგორ შენ დიდი ბოდიში და თქვა ფეხებზე კიდია განადგურდება თუ და მე ჩემი შვილისთვის ამ კიდია ფეხებზე. რას ნიშნავს ეს განადგურდეს და დაე მიუშვათ პროცესი. ჯერ ერთი მარტო სახეობებზე თქვა თუნდაც მცენარეულ სახეობებზე როდესაც გვაქვს ლაპარაკი, ხო? ამაზონის ტროპიკული ტყეები არის ამოუწურავი განძი ფარმაკოლოგიისთვის მაგალითად. დღესდღეობით აღმოჩენილი ძალიან ბევრი შენაერთები აი ამა თუ იმ მცენარეებში, რომელიც თქვა იმ ტროპიკულ ადგილებში არის ძალიან სერიოზულად განიხილება სიმსივნური უჯრედების მკურნალობისა და პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი მეთოდად, ხო? პარალელურად იმისა, რასაც ტექნოლოგია და მეცნიერები, ასე ვთქვათ, დღესდღეობით აკეთებენ. ანუ პოტენციალი თვითონ ბიომრავალფეროვნებაში ისეთი არის უზარმაზარი, რომ პრაქტიკულად გამოსაყენებელი არის. და დღეს ესე რომ მიადგები და ვთქვათ, რომ ჩეხავდა პარსავ სახელმწიფოს, რა ქვია, სამყაროს ფილტვებს, აქ უკვე არგუმენტი რომ მიდი და განადგურდეს, ნუ ეს ბუნებრივი პროცესია, მიუღებელია ჩემთვის როგორც პირადად ადამიანისთვის. რას ნიშნავს ბუნებრივი პროცესი? არ არის ეს შენი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაუმაზღრობის შედეგად მიღებული რაღაცა ესეთი შედეგი არის, ხო? ამიტომ შენ პასუხისმგებელი ხარ, შენ ადამიანი პასუხისმგებელი ხარ იმ დანაშაულზე, რა დანაშაულის ჩადენილია კაცობრიობის წინაშე და თუ მისი გამოსწორება შეიძლება, კეთილინებე და გამოასწორე. ეს არ არის ბუნებრივი პროცესი. ეს ზუსტადაც რომ არაბუნებრივი, არამორალური, ამორალური და არაჯანსაღი ქმედება არის,
რომელშიც რა თქმა უნდა თითოეული ადამიანი დამნაშავე არის ცხადია, ზოგიერთი ინაქტიურობით, ზოგიერთი კი საერთოდ ინდიფერენტული დამოკიდებულებით, ან კიდევ დამნაშავე არ არის, მაგრამ მას არ აქვს ინფორმაცია თუ რამხელა მისი ინაქტიურობით რამხელა პრობლემის თანამონაწილე ხდება. ისევ ვუბრუნდები ზოოპარკის საკითხებს, რომ თუ ცხოველებზე არის ლაპარაკი, სწორედ ინფორმირებულობა ადამიანისა და მნიშვნელობა ამა თუ იმ სახეობისა, ზუსტად ამითაც არის, ესე იგი ფუნქცია ზოოპარკებისა, წამოწყვეტა ბოტანიკური ბაღებისა, თუნდაც იგივე მცენარეებთან დაკავშირებით, ხო? ანუ კონსერვაციის ცენტრები. ანუ წრე რო შეიკრას, ზუსტად თქვენი კითხვიდან ისევ რომ მივიდეთ აი ამ კონსერვაციული ცენტრების მნიშვნელობაზე, პასუხი არის ცალსახა. ამისთვის რომ არ დაგვრჩეს მსოფლიოში ინდიფერენტული ადამიანი, რომელიც თავისი ინაქტიურობით ხელს შეუწყობს მეორე დამნაშავის მიერ მიზანმიმართულ განადგურებას მეომრალაფერავნებისას. ისე დამაჯერებლად ახსნა. ხო, არა, ნამდვილად ეს არის და დამაჯერებლად, რა თქმა უნდა, დამაჯერებელიც არის, მაგრამ დაუჯერონ კიდევაც. მეორე საკითხი, ასე გარდა იმისა, რომ თქვა მორალური პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს. არავინ არ იცის ეკოსისტემაში ერთი რგოლის გაქრობა რას გამოიწვევს. არსებობს ესეთი ცნება, რასაც ქვია გადაშენების ჯაჭვი. ანუ ერთი სახეობის გაქრობის შედეგად ისეთი შედეგი შეიძლება მივიღოთ, რომელსაც ვერ წარმოიდგენს საერთოდ. და როგორ შეიძლება მოხდეს ამისი დარღვევა. ყველაფერი ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აი მაგალითად ვინ იფიქრებდა იმას, რომ მაგალითად კონძულ აილ როიალზე მგლის გაქრობა გამოიწვევდა ცხენირების გაქრობას ისევ. ხო, ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ის უნდა გამრავლებული იყო. გავცელდა ვიდეო, სადაც ასახული იყო მგლის დაბრუნებამ ბუნებაში რა გავლენა იქნება. კი, რა შედეგი გამოიწვია. აი ესეთი წარმოიდგინეთ, თითქოს ესეთი თვალით პირველად დანახულით შეიძლება არ ჩანდეს როლი უკევია რომელიმე სახეობას და ძალიან დიდი კვლევა ჭირდება ამას რომ დავადგინოთ. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, ის კარგად გვახსოვდეს, რომ რაც ბუნებაში არსებობს, ის ყველაფერი შესანარჩუნებულია და არ შეიძლება ადამიანმა მისცეს დაახარისხოს ზოგი სასარგებლო ცხოველება, ზოგი მავნე ცხოველება, თან ზოგი საჭიროა შევინარჩუნოთ, ზოგი არ არის საჭირო შევინარჩუნოთ და ასე შემდეგ. აი გველებზე გვაქვს ხოლმე მაგალითად. ხო, გველებზე, რომლებიც აი საერთოდ რა საჭიროა ეს სახეობა დედამიწაზე, უნდა გავსრისოთ და დავჭყლიტოთ ხოლმე. ხნელებმა შეგვიჭამოთ მთელი ის, ხო? თუნდაც ის, რომ ისინი არ აღგურებენ მღრღნელებს და მე არ მინახია, რომ მაგალითად გველი ადამიანს კვენს ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი თავს დაესხა. სხვათა შორის, ესეა გარეული ცხოველების უმეტესობა. თუ მათ არ აქვს შესაძლებლობა, თუ მათ რომ გაიქცენ ხოლმე, მაგ შემთხვევაში ხდება ხოლმე თავდასხმა. ეხლა იშვიათად კაცჭამიებზე და იმეებზე, ასეთ მსგავს სახეობ ფენომენებზე ლაპარაკი არ აქვს, ესეთებს არსებობს ბუნებაში. მაგრამ ეს უკვე სხვა ფენომენია და ალბათ ამასაც საჭირო იქნება რაღაც თემა მიუძნოთ, იმიტომ ძალიან საინტერესო თემა არის. ძალიან საინტერესო კიდევ ერთი საკითხი რაც არის, ისევ აი მორალური პასუხისმგებლობა, რა უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ არავის არ უჩნდება კითხვა, რატო უნდა დავიცვათ ისტორიული ძეგლები, ხო? არავის არ უჩნდება ახლა. არავის არ მოუვა თავში, რომ თქვა დაანგრიოს რომში კოლიზეუმი და იქ ააშენოს რაღაცა. ну ხანდახან ხა პრინციპში მოდის ხოლმე ესეთი არსებობს ასეთი გამონაკლისი. ხო, ხდება ხოლმე, მაგრამ საკუთი იშვიათად ასე რომ. იმიტომ ხო არავის არაფერში არ ჭირდება სიტყვაზე, ხო? იქ რაც დგას რაღაცა ნანგრევი, რომელიც არავის არაფერში არ გამოადგება. რისთვის არ საჭირო? სამწუხაროდ ჩვენ დღევანდელი გადაცემისთვის ამ განკუთვნილი დრო ნელ-ნელა იწურება. დაგვრჩა სულ რამდენიმე წუთი, 4 წუთი ფაქტიურად და რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი და ოდნავ მაინც დავანგრიოთ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების სტერეოტიპი, რომ ზოოპარკი არის საპყრობილე, სადაც ხედან გალებში გამომწყვლეული ცხოველები, რომლებსაც შემდეგ ათვალიერებენ დამთვალიერებლებს. ძალიან მოკლედ ლევანმაც და ზურამაც რომ თავი მოუყაროთ ჩვენ დღევანდელ საუბარს. რამეში მინდა კრიტიკულ მსმენელს დავეთანხმო, თუ ეს ზურას თქმის არ იყოს არის სამხრეთზე, ის დასახულია ცხადია. ხოლო თუ ზოოპარკში ცხოველს აქვს შექმნილი მეტნაკლებად კი არა, კარგად თქვათ საშუალება რომ მან ნორმალურ პირობებში იცხოვროს და ნორმალურ პირობებში მოგვცეს შთამომავლობა, მაშინ მისი ფუნქცია განუზომლად დიდია. ცხადია სამხრეთზეებმა არ უნდა იარსებოს. ხო თავისთავად ზოოპარკი უნდა იყოს ნორმალური, ანუ აქ იგულისხმება რომ ცხოველებს არსებობს ესეთი რაც ასე ხო სამეული, რასაც ყურადღებას უნდა აქცევდეს ზოოპარკის ადმინისტრაცია, ხო ეს არის ცხოველების მდგომარეობა, ვოლიერების მდგომარეობა და დამთვალიერებლების ასე ვთქვათ კმაყოფილება. ახლა როგორ ხდება ეს ყველაფერი და რატო არ არის ზოოპარკი ციხე, სამწუხაროდ ამაზე დრო არ დაგვჭირდა ყველაფერი. ანუ რა კეთდება ზოოპარკებში, რომ ციხე არ იყოს ის.
და რატო ამაზე არა აუცილებლად ამაზე მე მგონი ამაზე ეს კონცეფცია ძალიან ცელი თემაა და შეგვიძლია ჩვენ სლენგზე ვეძახით enrichments არ გარემოს გამდიდრებას რომელიც ძალიან საინტერესო თემაა და ალბათ კარგი იქნება ამაზე თუ ვისაუბრებთ მომამზადებთ ერთ-ერთ გადაცემას უახლოეს მომავალში ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ლევან ბუთხუს National Geographic საქართველოს მთავარ რედაქტორს გადაცემაში მობრძანებისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს რადიო მსმენელს იმისთვის რომ დაგვითმეს 1 საათი და გვისმინეს მე შეგახსენებთ რომ ეთერში იყო ჯერჯერობით უსახელო გადაცემა რომლის მიზანიც არის საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ზოოპარკების ცხოველთა სამყაროს ეკოსისტემის და ზოგადად ამ მიმართულებით სამყაროს მდგომარეობის შესახებ მე გახლავართ მზია შარაშიძე თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ბატონი ზურაბ გურიელიძე თბილისის ზოოპარკის დირექტორი ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათს ზუსტად 19 საათზე ისევ მედეფემის პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდებით ამავე ალბათ უკვე სახელიანი გადაცემით. იმედია. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნახვამდის.